პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდით ჩვენი სტუმარი გახლავთ დიდი დიღმის 100,000 მოწამის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დაგულოცეთ მამა ლუკა. ერთმანეთს დაგულოცოთ, მოგესალმებით ხაიხარ. ახლოვდება ბზობის დღესასწაული მამა ლუკა და ჩვენი საუბრის თემაც სწორედ ეს არის. ყველამ ვიცით და განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ბზობის დღესასწაულს. თუმცა თავიდან რომ გვესაუბროთ დაწრულებით საიდან იღებს სათავეს ეს დღესასწაული და როგორ უნდა შეხვდეს თითოეული ჩვენგანი ამ დღეს და აი რატომ ეს და მაინც ბზა დასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მოგილოცავთ დამდეგ ამ ბრწყინვალე დღეებს, რომელიც არის როგორც ჩვენ თქვით განსაკუთრებული დღესასწაული, ეს არის საუფლო დღე. ანუ საუფლო დღესასწაული, ანუ დღე, რომელიც უშუალოდ ეხება უფალს. და ასეთი 13 დღესასწაული გვაქვს აღდგომის ჩათვლით, როგორც ვიცით. ახლა ბრძობას რაც შეეხება, ეს სათავეს იღებს ეს დღესასწაული უფლის იერუსალიმში დიდების შესვლიდან. დიახ. ცოტა ისტორიულად თუ ჩაუღრმავდებით, ჩვენ ვიცით, რომ უფალმა აღადგინა 4 დღის მკვდარი ლაზარე. დიახ. და ამან გამოიწვია ძალიან დიდი რეზონანსი. საერთოდ პასექის ჟამს იერუსალიმში თავს იყრიდა მთელი მსოფლიოს ებრაელობა და არა მარტო ებრაელობა, არამედ იუდაური სარწმუნოების მიმდევრები, ვინც იყვნენ. და ესე იგი, თქვათ, ოჯახიდან ან სანათესაოდან ვინმე აუცილებლად მიდიოდა უპირატესი. ნუ აი ჩვენ ვიცით ისტორია, რომ მცხეთელი ებრაელებიც იყვნენ იქ, რომლებმაც შემდგომში მაცხოვრის კვართი ჩამოგვიბრძანეს საქართველოში. და ესე იგი, როდესაც ებრაელები იქ იკრიბებოდნენ, მათი რიცხვი ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 2 მილიონამდე, ესე იგი, იკრიბებოდნენ ისინი, როგორც ისტორიკოსი სტრაბონი გადმოგცემს. და აი ამ დროს, აი ასეთ ვითარებაში არ გაგონილი რამ მოხდა, 4 დღის მკვდარი ლაზარი აღადგინეს. და ჩვენ ვიცით, რომ ბეთანიაში მაცხოვართან ერთად სახარების ჭეშმარიტება ვიცით, რომ ესე იგი მარიამისა და მართას სახლში, ლაზარეს სახლში მიდიოდნენ და ნახულობდნენ, რომ უფლის თანამეინახე იყო ლაზარე, მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე, რომელიც უფალთან ერთად კიდეც ტრაპეზობდა და კიდეც ისმენდა ქადაგებებს და შემდგომში ლაზარე გახდა კვიპროსის ეპისკოპოსი და ის ესე იგი 30 წელიწადი იცხოვრა კიდე მკვდრეთით აღდგომის შემდგომ და უпроსწორედ 30 წელიწადი იყო კვიპროსის ეპისკოპოსი. და აი ასეთ ვითარებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია და ამის შემდგომ შედის უფალი იერუსალიმში ისევე როგორც ყველა იუდაური სარწმუნოების მატარებლები შედიოდნენ იერუსალიმში და თავს იყრიდნენ წმინდა ტაძარში, რათა მსხვერპლი შეეწირათ ღმერთისათვის. მაგრამ მოიხსენიებათ ის დიდი სასწაული, რომელიც ეგვიპტეში აღუსრულა ჭეშმარიტების მიმდევრებს. თვითონ უშუალოდ ბზას რაც შეეხება, ბზა ეს უბრალოდ ქართული ტრადიციაა. თუ თქვათ იერუსალიმს ავიღებთ, იქ პალმის რტოები იყო, დანაკის კუდი იყო, ესეთი მცენარე, ნუ ვისაც მცენარე არ იყო, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენსავით უხვი ბუნება არ არის ისრაელში და ვისაც ეს თქვათ რტოები არ ქონდათ, ისინი სამოს იხდიდნენ მოსასხამს და მოსასხამს უფენდნენ. ეს იყო პატივისცემის, უმაღლესი პატივისცემის გამოხატულება. მამო, ამ ქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტე მრავალჯერ შესულა იერუსალიმში, თუმცა ეს შესულა იყო გამორჩეული შესულა. რითი იყო გამორჩეული და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს იყო ნებით შესულა ნებისათვის. რა თქმა უნდა, უფალი წინასწარ აფრთხილებდა მოციქულებს, აი ვთქვათ, რომ გავიხსენოთ, ახლა ჩვენ წინ გვიდევს ეს დღეები, დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობა, როდესაც პირველად აზიარა საერთოდ ადამიანები უფალმა და დაადგინა საიდუმლო ზიარებისა. აი მაშინაც იწინასწარმეტყველა, რომ ძეკაცისაც ჯვარს ეცმება. და არა მარტო მაშინ, არამედ მანამდეც ის ყოველთვის წინასწარმეტყველობდა თავის ამ ჯვარცმას და ნებას. და ეს არა მარტო მისგან იყო წინასწარმეტყველები, არამედ საერთოდ ძველ აღთქმაში მრავლად არის ეს წინასწარმეტყველება, რომ მოვა მხსნელი და მას ესე იგი და ევნება ის ჩვენი გულისათვის. და აი, როდესაც ბოლოს იერუსალიმში შედის, ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი მაცხოვარი სავარაუდოდ ყოველ წელს შედიოდა იერუსალიმში პასექის ჟამს, როგორც ჭეშმარიტი იუდეველი. ანუ აი ამ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი.
და მათ შორის ახლა შევიდა, მაგრამ განსხვავებული ის იყო, რომ დიდებით შევიდა. ჯერ ერთი ეს დიდება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ის მასობრივი ყურადღების ცენტრში მოექცა, რომ ლაზარე აღდგა მკვდრეთით და ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი, როდესაც რაღაცა აღმაფრთოვანებელი ფაქტი მოხდება, აი იმ ფაქტის გავლენის ქვეშაა და რამდენიმე დღე მიყვება ეს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ დიდხანს მიყვება ეს დადებითი ემოციები, თუნდაც უარყოფითი ემოციები, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ესეთი მდგომარეობა იყო. ეს ერთი მომენტია. მეორე მომენტია, რომ უფალი შევიდა იერუსალიმში კიცვსაზე და კარაულისასაზე და აღმხედრებული. და ეს იყო უკვე წინასწარმეტყველების ახდენა. და ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ ესაია წინასწარმეტყველმა და ზაქარია წინასწარმეტყველმა საუკუნეებით ადრე იწინასწარმეტყველეს, რომ ხსნელი მოვიდოდა კიცვსაზე და კარაულისასა და ის და მოვიდოდა მშვიდი. და ეს მშვიდი ნიშნავს, რომ თქვათ რისხვის გარეშე მოვიდოდა და მშვიდობით მოვიდოდა. და ამ შემთხვევაში ვირზე ზემოჯდომა ეს მშვიდობის სიმბოლო იყო. აი მაგალითად ცხენით შესვლა, მაგალითად მეფე თუ ცხენით შედიოდა, ეს ანუ ვინმე თუ ცხენით მოდიოდა წინასწარმეტყველი ან თქვათ ელჩი, ეს ნიშნავდა, რომ საომარი ის იყო უფრო მზადყოფნა. და რისხვის გამოხატულება. ანუ ახლა მზადყოფნის ისა და სახედარზე ზემოჯდომა ეს უფრო სიმშვიდის იყო და გონიერების სიმბოლოა ზოგადად, ესე იგი სახედარი. და აი ასეთ შემთხვევაში უფალი შედის მშვიდობის მისატანად. ესე იგი თუ თქვა ჩვენ გავაგრძელებთ ამას, უფალი დიდებით შევიდა, მას იერუსალიმში მას უფენდნენ რტოებს, სამოს, თავის მოსასხამებს ადამიანი, ბავშვები ადიდებდნენ მას, ადამიანები ადიდებდნენ, აღფრთოვანებული იყვნენ, რომ მოვიდა მხსნელი. 4 დღის მკვდარი ადამიანი თუ აღადგინა და მათ გარდა ამისა ძალიან ბევრი იცოდნენ, რომ იესო იყო რაღაცა სიკეთის მომტანი და აი უშველებელი პრობლემის მშველელი, ასე ვთქვათ, ანუ მხსნელი. და აი როდესაც უფალი შევიდა იერუსალიმში, შევიდა ტაძარში, ტაძრიდან ყველა გამოასხა. და ესე იგი ვინც იყვნენ თქვათ ფულის გადამხურდავებლები, მოვაჭრეები და ასე შემდგომ. და ასეთი სიტყვა თქვა, რომ ტაძარიო ეს არისო სახლის სალოცავიო. და ესე იგი მშვიდობა კი მოიტანა, მაგრამ ცოდნა მოგვიტანა დიდი, რომ ტაძარში თუ ვინმე მიდის, აუცილებლად ლოცვითი განწყობა უნდა კონდეს. თუ ლოცვითი განწყობით ვინმე იქ არ არის, მაშინ ის ჯობია რომ გავიდეს ტაძრიდან. ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა. და აი ამის შემდგომ უფალი ისევ გამოვიდა იერუსალიმიდან და ესე იგი იერუსალიმის გარეუბანში დაადგრა. ესე იგი შევიდა დიდებით, ესე იგი ტაძარი გაწმინდა და შემდგომ ისევ ქალაქიდან გამოვიდა. აი ესეთი არის ზოგადი ფაქტი, მაგრამ ეს ჩვენ როგორც ვიცით, ეს ისრაელის ერს არ უნდა გამოპარვოდა. ეს იყო დიდი წინასწარმეტყველის, ესაიას წინასწარმეტყველების და ზაქარია წინასწარმეტყველების აღსრულება. და ჩვენ ვიცით, რომ მათ ეს შენიშნეს, რომ უფალი იყო სწორედ ის, ვისზე წინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ შემდგომში რა მოხდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანიც არის მთელი კაცობრიობისთვის და ჩვენთვისაც, აი პირადად ჩვენთვის, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის. იმიტომ რომ საუბარია იქ ადამიანური ბუნების დაუდგრომლობაზე. თუ ერთ მომენტში იყვნენ აღფრთოვანებული მაცხოვრის, თქვათ, აი ამ სასწაულ მოქმედებით, შემდგომ ტაძარში რომ მივიდა მაცხოვარი, მიუყვანეს ბევრი ავადმყოფი, კოჭლები, ბრმები და ყველას ამრთელებდა ის. და წარმოიდგინეთ, რომ ასეთი აღფრთოვანებული ადამიანებს უცებ მერე რამდენიმე დღის მერე დაუცხრათ ეს აღფრთოვანება და თავის თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, როდესაც ისინი უღმერთოდ იყვნენ მიჩვეული ცხოვრებას და ცოდვასთან ერთად ცხოვრებას. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები, იმიტომ რომ გარდა იმ ზევითა ისტორიისა, რომელიც ჩანს ფაქტებისა, ძალიან ღრმა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ფაქტს და სიტყვას, რომელიც სახარებაშია დაფიქსირებული.
მამაი, თქვენ ნაწილობრივ შეხეთ ამ საკითხს. ჩვენ ვკითხულობთ, რომ როდესაც მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში, მას ადამიანები და ყრმებიც ხვდებიან დიდებით უფენენ პალმის რტოებს და შესამოსელს, თუმცა თავად უფალი არის დამწუხრებული და ცრემლისტის ესეთი სიტყვებია. და ამის მიზეზი ის არის, რომ მათი ეს აღფრთოვანება არ არის მარადიული და იგივე ადამიანებისგან ის მალე იგივე ადამიანები მის ჯვარზე მოითხოვენ მის გაკვრას. აი ამ ფაქტორზე რო გითხრათ ადამიანის თქვათ სიხარულის მარადიულობაზე რო გვესაუბროთ, ჩვენი პატრიარქი ერთგან ქადაგებაშიც ამბობდა, რომ მხოლოდ უფლის სიყვარულით ხდება ჩვენი სიხარული მარადიული, დანარჩენი სიხარული ყველაფერი არის წარმავალი. თუ არ გვაქვს უფლის და ადამიანის სიყვარული, ყველაფერი არის წარმავალი. აი ამ მომენტზე მინდა რა გავაკეთოთ. ხო, უფალი ჩვენ როგორც ვიცით, სტიროდა ვიდრე შევიდოდა იერუსალიმში. ცრემლოდა იგი და ეს მწუხარება იქიდან იყო გამოწვეული, რომ ადამიანებმა ვერ იცნეს ჟამი მოხედვისა, ჟამი ღმერთის ჩვენთან ყოფნისა. და რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ადამიანებმა კი ხედავდნენ ყველაფერს, რომ პური გაამრავლა, თევზი გაამრავლა, ავადმყოფი განკურნა, მკვდარი აღადგინა, ქარბუქი დააწყნარა, ზღვა დაამშვიდა, ყველაფერი მას ემორჩილებოდა, ხე მისი ერთი სიტყვით გახმა და ეს ამ საოცრებას კი ხედავდნენ, მაგრამ მაინც ვერ იცნესო ჟამიო, იმიტომ რომ ესე იგი ადამიანზე ცოდვა იმდენად დამღუპველად მოქმედებს, თუ ადამიანი კატეგორიულად არ გადაწყვიტავს თავისი ბუნების განახლებას, ის აუცილებლად აღფრთოვანდება მაცხოვრის სიკეთით, მერე ისევ დაცხრება და მიუბრუნდება ამ თავის ძველ ცხოვრებას. ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მარტო იუდეველთათვის არ იყოს დამახასიათებელი, ეს ჩვენთვისაც არის დამახასიათებელი ზოგადად ადამიანური ბუნებისთვის. შეიძლება ერთი ფაქტით რაღაცით აღფრთოვანდე, მაგალითად მაცხოვრის ფაქტით, იხილო ზეციური სასწაული, ვთქვათ, გარდამოსული ცეცხლი, ეზიარო, აღსარება თქვა, შენ თვითონ განიცადო მაცხოვნებელი და მაკურნებელი მადლი ღვთისა, რომელიც შენზე გადმოდის. და აი ამის შემდგომ შესაძლებელია, რომ ისევ მიუბრუნდეს ადამიანი თავის ცოდვებს. ანუ თავის ჩვეულ ბუნებას და ჩვეულ სტილს ცხოვრებისას. ესე იგი ხანდახან გარღვევა მოახდინოს თავისი ჩვეულებრივი ცხოვრებიდან, ეზიაროს და მე ისევ დაუბრუნდეს თავის ძველ ცხოვრებას. ასეთი რამ, ასეთი საშიშროება ჩვენ გვაქვს და ყველა ადამიანს აქვს. და ეს მოხდა სწორედ იერუსალიმში და უფალი ამაზე ტიროდა და ცრემლოდა, რომ ესე იგი ყველაფერი გააკეთა, აი წარმოვიდგინოთ ღმერთმა ყველაფერი გააკეთა. ეხლა ღმერთის შეუძლებელი რა არის? აი ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ადამიანი მაინც იმად რჩებოდა, რაც იყო. უმრავლესობა რა თქმა უნდა, თორემ ჩვენ ვიცით, რომ ის 120 ქრისტიანი შეიცვალა. ვინც უფალის ერთგული დარჩა ბოლომდე. და აი მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ერიც იმ ერებს შორის არის, რომელმაც ღმერთი იცნო და მე აღარ უარყვია ის. და ამიტომ ჩვენ თუ ჩვენმა ერმა იცნო, ჩვენ პირადადაც უნდა ვიცნოთ. ეხლა რაც შეეხება პატრიარქის ნათქვამს, ეს საოცარი ნათქვამია, უფლის გარეშე სიხარული არ არსებობს. თვითონ ქართველთა მეტყველებაც არის საოცარი, ქართული ენაში ბევრი საიდუმლოა ჩვენ ვიცით და ბევრი საოცარი სწავლება. მათ შორის სიტყვა სიხარული. სიტყვა სიხარულის ფუძე არის ბერძნული სიტყვა. დაახლოებით ეს ჟღერს ხერეს, რომელიც ნიშნავს ღვთის მადლს, მის გადმოსვლას. აი რაც არის თქვათ ქარიზმატიული პიროვნება, ჩვენ ვიცით. აი იგივე აქედან მოდის სიტყვა სიხარული. ესე იგი ქართველი ასე აზროვნებს, თუ ღვთის მადლი გადმოვა შენზე, გექნება სიხარული და თუ ღვთის მადლი არ გადმოვა შენზე, სიხარული არ გექნება. შეიძლება კონდეს კმაყოფილება, რაღაცა სიამოვნება რაღაცისგან, მაგრამ სიხარული არა. ამიტომ სიხარულის წყარო ეს მხოლოდ ღმერთია და თუ ღმერთთან ურთიერთობა გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება სიხარული და აი წმინდა წერილში როგორც საღვთო მხიარულება. საღვთო მხიარულება. ერთ ამასთან დაკავშირებითაც გავიხსენებდი დავით წინასწარმეტყველი, დავით მეფე ისრაელისა, როდესაც კიდობანს შეაბრძანებდნენ ისინი თავიანთ სატახტო ქალაქში, პატარა ბავშვით ცეკვავდა, ანუ ვერ ითმენდა აი ამ სიხარულის ემოციას და ესე ბავშვურად გამოხატავდა.
მე მახსოვს აი როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაბრძანდებოდა საქართველოში აი ეს ზუსტად ეს გამახსენდა ერთხელ როდესაც თუშეთში შევაბრძანეთ კერძოდ ომალოში ესე იგი პატარა ბავშვები იყვნენ იქ რამდენიმე 1 4 5 პატარა ბავშვები სადღაც 5 6 7 წლისები და ცეკვავდნენ აი ნუ ცეკვაც არ იცოდნენ მაგრამ აი ცეკვავდნენ როგორც შეიძლება იმიტომ რომ სიხარულს ვერ იტევდნენ ასე რომ როცა ღვთის მადლი შენთან არის შენ გიხარია შენს გულს უხარია მამა აი მარადიულობის თემა მინდა განვაგრძო და ვთქვათ ბზობის დღესასწაულს რაც უკავშირდება ეს არის ბზა, პალმის რტოები, ბაია ეს სამივე არის მარადმწვანე მცენარე ხომ არ არის ეს სიმბოლური დატვირთვა ვთქვათ ხო არ ნიშნავს რომ ეს სამივე არის მარადიული მარადისობას რა თქმა უნდა ნუ ვთქვათ ეს მარადიული სიმწვანე მისი უნდა ნიშნავდეს ჩვენს ესე იგი უცვალებელ ღმერთის სიყვარულს რომ ესე იგი ვთქვათ ერთი მომენტი კი მზად ახარ ღმერთის შესახვედრად ვთქვათ აღფრთოვანებული ხარ ვთქვათ იერუსალიმში რო შედიოდა მაცხოვარი ვისაც უყვარდა ის ვინც აღფრთოვანებული იყო მისი პიროვნებით და ამ სასწაულით რომელსაც ლაზარეს აღდგინება ერქვა და ზოგადად უამრავი სასწაული მათ ამის გამოხატვის საშუალება ჰქონდათ ხოლო ვისაც უფალი ზძულდა ნუ რბილად შეიძლება ვთქვათ რომ ზძულდა თორე შემდგომში რაც გამოვლინდა ვიცით ესე იგი ვისაც ზძულდა მათ უფალმა დაუშვა ეს დიდება მისი რომ აი მათ დაენახათ თუ რისთვის ადიდებდნენ უფალს და იქნება მათი გულიც მომლბალიყო მაგრამ ნუ ასე არ მოხდა მაგრამ ჩვენ ვთქვათ აი ამ მარადმწვანე მცენარეებით იმიტომ ვეგებებით უფალს რომ ვთქვათ ჩვენ რომ მას ვხვდებით აღფრთოვანებით რომ ჩვენც შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა მომავალშიც. ესე იგი ხომ შეიძლება რომ ერთ მომენტში აყვავდეს მცენარე და მე ვთქვათ დაახლოებით ერთ თვეში დაყაროს ეს თავისი ფოთლები. ბზას ასე არ აკეთებს თუ სპეციალურად არ გამხმარო ბზას ის შეინარჩუნებს ამ ფოთლებს. ანუ ჩვენც ესე უნდა ვიყოთ. აი ეს აღფრთოვანება აი სიყვარული ღვთისადმი უნდა შევინარჩუნოთ არა ერთი დღე და ორი დღე არამედ ჩვენი ცხოვრების მანძილზე ზოგადად. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ უფალთან და არ მიუბრუნდეთ იქეთ, სადაც ქონდა ცოდვები და არასწორი და უკანონო ცხოვრება. მამა, აი რა სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვინახავთ ბზას და შემდგომ ვწვავთ. რას გამოვხატავთ ამით? ამით უბრალოდ განვაახლებთ ალბათ იმ ბზას, ესე იგი ამ ძველს, ესე იგი ახალს შევაბრძანებთ სახლში და ნუ ძველი უბრალოდ ალბათ ახალი ჩაანაცვლებს ძველს. მეტი აქ რამე სიმბოლო არ არის, უბრალოდ აი როგორ შექმნა ღმერთმა შექმნა მზედა მთვარე იმისათვის რომ ჟამი დაედგინა ამ ქვეყანაზე და რაღაცა ესეთი პერიოდულად რაღაცა ესე იგი დრო და ჟამი იცვლება მაგრამ თითქოს მეორდება ერთნაირი სიტუაცია არ არის მაგრამ რაღაცა მეორდება ხო როგორც ვიცით და აი იგივე დღესასწაული ახალი მოვიდა თუმცა ძველი წავიდა მაგრამ ეს ჩვენი მარადიული ურთიერთობა არის ღმერთთან და რამე სიმბოლო არ არის უბრალოდ ახალი მოვიტანეთ და ესე თუმცა არ შეიძლება ბზის გადაყრა მას ვწვავთ აი ეს არავითარ შემთხვევაში ისევე როგორც ჩვენ აი არანაირ სიწმინდეს არ ვაგდებთ იმიტომ რომ თუ გადავაგდებთ ამით ჩვენს უდიერ დამოკიდებულებას გამოვავლენთ და ბზებისთვის არის გამოყოფილი ყველა ტაძრის ტერიტორიაზე ადგილი სადაც შეიძლება ის დაიწვას თუ თქვათ ტაძარში არ არის ეს ადგილი, მაშინ ჩვენ შეიძლება მოვიძიოთ სუფთა ადგილი, სადაც პატარა ორმოს ამოვიღებთ, ჩავდებთ, დავწვავთ და მიწას დავაყრით. ასეთნაირად, ანუ კრძალულება უნდა გამოვავლინოთ ამის. მამა ლუკა, ჩვენ ვიცით რომ დარჩენილი ეს ერთი კვირა, ბოლო კვირა, ეს არის ვნების შვიდეული. მოძღვები ხშირად ურჩევენ ადამიანებს, რომ მათ ვისაც ეს დიდი მარხვა არ დაუცავს, ეს ბოლო კვირა მაინც დაიცვან. აი, რამდენად მნიშვნელოვანია და ეს ბოლო კვირა, რამდენად მძიმე კვირაა და რას გვეტყოდით, რამდენად შეიძლება ვთქვათ უფლისგან ეს დარჩენილი ერთი კვირა. ხშირად არ იცავენ ამ ერთ კვირას, იმიტომ რომ გონიათ, რომ თავიდანვე არ დაიცვეს მარხვა და ამით არაფერი არ მოხდება თუ ბოლო კვირას. საერთოდ დიდი მარხვა, იმიტომ ქვია დიდი მარხვა, რომ ორი მარხვისგან შედგება. პირველი არის ის 40-წლიანი მარხვის მოხსახსენიებელი, რომლითაც უფალმა იმარხულა
ნათლობის შემდგომ, ნათლისღების შემდგომ. და ესე იგი ჩვენც ქრისტიანები ამ მარხვას ვიმეორებთ. და მეორე ნაწილი ეს არის, ასე ვთქვათ, ბოლო დღეები მაცხოვრის ამ ქვეყანაზე ყოფნის. ანუ როდესაც ის უკვე გასცეს. აი პირველი მარხვა ანუ ის 40 დღიანი მარხვის მოხსენიებელი, ნუ ზუსტად 42 დღე გამოდის, ხო? 7 კვირა, 6 კვირა და ესე იგი არის მთავრდება უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლით. ესე იგი უფალი ვადიდეთ ჩვენ ყველა. მაგრამ როგორ დამთავრდება საერთოდ ჩვენი დამოკიდებულება უფალთან, ეს შემდგომაც უნდა განისაზღვროს. არ არის საკმარისი, რომ შენ მიხვიდე და ადიდო ღმერთი, თუნდაც სამთელი დაანთო და თუნდაც ეზიარო. მთავარია, რომ შენ პატიოსნად განაგრძო ცხოვრება და გარდაქმნა შენი თავი. და მოძღვრები, როდესაც ურჩევთ ადამიანებს, სწორედ ამიტომ ურჩევთ, რომ ესე იგი ის პირველი მარხვა თუ ვერ დაიცვა, ანუ 40 დღიანი, ეხლა ბოლო დღეები მაინც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. გამოხატო შენი დამოკიდებულება ღმერთისადმი. ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ღმერთისადმი. ჯერჯერობით უფალი მშვიდობით მოვიდა. აი როგორც ჩვენ საუბარში შევეხეთ, კიცვსაზე და კარაულისასა აღმხედრებული უფალი მშვიდობით მოვიდა. მშვიდად. ზაქარია წინასწარმეტყველებდა, რომ მშვიდი მოვაო, მშვიდიო. ესე იგი ჩვენ არაფრისთვის არ მოგვეთხოვება ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს საკუთარი დამოუკიდებლობა გადავწყვიტოთ, რასაც გავაკეთებთ და როგორც გავაკეთებთ. ამიტომ აი ჩვენ ყველას ურჩევთ, რომ გამოავლინონ გულისხმიერება ღმერთის წინაშე, გამოავლინონ ერთგულება მისი და ამისთვის დრო მოცემულია საკმარისზე მეტი. ასე რომ ჩვენ შინაგანად გვაქვს ღმერთის სიყვარული, ყველა ადამიანში ჩანერგილია ღვთიური მარცვალი და ჩვენ ის უნდა გავაღვივოთ. თუ ესაია წინასწარმეტყველს გავიხსენებთ, ესაია მოგვიწოდებს, რომ თითოეულმა თქვენთაგანმაო აღანთეთო ცეცხლიო თქვენს გულშიო. და პავლე მოციქული ამბობს, ნაპერწკლიდანო ცეცხლი აანთეთო. და ეს ნაპერწკალი ჩვენს გულში არის. აი ყველას გულშია აბსოლუტურად. გინდა დღესდღეობით კეთილად ცხოვრობდეს ადამიანი და გერდა უკეთურად, გინდა პატიოსანი იყოს და გინდა უნამუსო. მასში არის ეს ღვთაებრივი ნაპერწკალი და ამის გაღვივების საშუალება არის. და ეხლა მოძღვრები შეიძლება როდესაც ვამბობთ, აი მოკლედ ვეუბნებთ, იმარხულე, მაგრამ ამ სიტყვის უკან ძალიან ბევრია დამარხული, რომ გააღვივე შენში ის ცეცხლი, რომელიც შენს დაგიცავს, შენს გულსაც დაიცავს და შენს ირგვლივ მყოფებსაც ხო გაახარებს და გაანათებს. და აი როგორ შეძლოს მამაო, აი რას ურჩევდით ჩვენს მაყურებელს, აი ამ ძალების მობილიზება, ასე ვთქვათ, აი ესეთი ძლიერი ლოცვა, რომელიც აუცილებლად ჭირდება განსაკუთრებით ამ ნების კვირას. არ არის ეს რამე განსაკუთრებული, უბრალოდ რაც შეგიძლია ის გააკეთე. ღმერთი იმას არ ითხოვს, მე ახლა ჩემგან არ ითხოვს უფალი, როგორც გრიგოლ ხანძთელს ჰქონდა საზომი, ჩემგან იმ საზომს არ ითხოვს, ანუ როგორც მოციქულებს ჰქონდათ. უბრალოდ ღმერთს ჩემგან მოლოდინი, არც ითხოვს ღმერთი ჩემგან, უბრალოდ მოლოდინი აქვს ჩემგან, რომ მე გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს და ეს ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი რომ მოვინათლე, მაშინ სხვა იყო, ერთი წლის მერე კიდე სხვა, დღეს სხვა არის და ხვალ სხვა იქნება. თუ მე უკეთესობისკენ წავალ და ასე ყველა ადამიანი, ასე რომ ვისაც რა შეუძლია ის გააკეთოს. აი ბავშვები ვახსენე, ხატი რო შევაბრძანეთ, ცეკვავდნენ ეს ბავშვი, იმათ ასე გამოხატეს ღმერთის სიყვარული. ჩვენ შეიძლება გაგვიხარდეს, მაგრამ ახლა ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავაკონტროლოთ ჩვენი თავი. აი დავით წინასწარმეტყველმა და მეფემ არ გააკონტროლა თავი, იმიტომ რომ ის იყო ღმერთი პირველი და ის უკვე და აი ჩვენც თუ ღმერთის სიყვარული გვაქვს, რაღაცით გამოვავლინოთ. ღმერთი არ გვთხოვს, არ მოითხოვს. არა. ღმერთი უბრალოდ ელოდება. აი ჯვარს ეცვა და ბასილი დიდი ამბობს ესეთ ქადაგებაში, რომ უფალი რატო ეცვაო ჯვარს, სვამს კითხავს? იმიტომ რომ გულისხმიერ ადამიანთა ყურადღება მიექციაო. რა მე თქვენთვის ყველაფრისთვის ვართო მზად. მაგრამ აი მე უფალი კი არ გვისვამს ამ კითხვას, მაგრამ ჩვენ თავს უნდა დაუსვათ ეს კითხვა. უფალი კი ჯვარს ეცვა ჩემთვის, მაგრამ მე რას ვაკეთებ ღმერთისათვის? აი ეს ისეთი კითხვაა, ჩვენ შეგვიძლია პასუხი გავცეთ და მე შეგვიძლია გავაკეთოთ რამ. ასე რომ რაც შეგვიძლია, აი ის გავაკეთოთ, ასეთი განწყობა გქონდეს და მე უშუალოდ მოძღვარი რაღაცა მიმართულებას მოგცემს.
ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო საინტერესო საუბრისთვის დაგუოცეთ. გაიხარეთ ღმერთმა გაკურთხოთ. ამე კი მაყურებელს შევახსენებ რომ ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ სტუდიაში გვესაუბრებოდა დიდი დიღმის 100.000 მოწამის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი.